მოგეხსენებათ ბოლო 10 წელია ძალიან ინტენსიურად და ძალიან აქტუალური გახდა ყბა სახის, ესე ვთქვათ, მოვლა, რასაც ქვია ბრეკეტები. ჩემი შვილიც არ არის გამონაკლისი და ამ სფეროში მეც ღმად ჩავიხედე, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ ჩვილს და პატარას ყბა ბევრად უფრო ნელა ეზრდება, ვიდრე კბილები ამოდის და აქედან გამომდინარე თანკბილის პრობლემა ჩნდება ხოლმე პირის ღრუში, რაც შემდეგ ჰიგიენურ და სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ამ და სხვა საჭირო თემაზე საზაუბროთ, ჩვენ მოვიწვიეთ დღეს ორი შესანიშნავი სპეციალისტი ამ დარგის, ნინო ბიწაძე, ექიმი ორთოდონტი და ბაჩო ჯიმშელეიშვილი, მკურნალი ექიმი, პერიოქირურგი. ჩვენთან არიან დღეს სტუმრად. ეხლა დაგაყაროთ ბევრი კითხვები. რისგან იქნება ეს პრობლემა პირის ღრუში, რასაც თანკბილვის პრობლემა ჰქვია და რა ტიპის პრობლემებთან უწევთ დაუშვათ დასრულ ასაკში უკვე ამ პირებს გამკლავება და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პრევენცია ესე? დასაკვირველია. ზოგადად თანკბილის ანომალია, ანუ იგივე მალოკლუზია არის ზედა და ქვედა ყბის კბილების არასწორი შეთანასწორობა. ამის ფაქტორი შესაძლოა იყოს მრავალი, მათგან აუცილებლად მნიშვნელოვანია ეს შეიძლება იყოს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ასევე შესაძლოა იყოს სუნთქვითი პრობლემები, სხვადასხვა ტიპის მავნე-ჩვევები, აგრეთვე კბილების ნაადრევი დაკარგვა, არასაკმარისი ამოჭრა და ასევე შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის გართულებები, რაც შემდეგ იწვევს უკვე გენეტიკური კოდიდან გამომდინარე სხვადასხვა გართულებებს. უმჯობესია, რა თქმა უნდა, რომ მივმართოთ და დავიწყოთ ორთოდონტიული მკურნალობა ნაადრევად, რადგან შესაძლოა, რომ გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიც არის მაგალითად საფეთქალ ქვედაყბის სახსრის დისფუნქცია. ეს გამოხატულია მაგალითად კუნთების დაჭიმულობაში, ტონუსში, სახსრის ტკაცუნში, რასაც პაციენტების უმრავლესობა ხშირად აღნიშნავენ და ძალიან ასაკში ყველა საქმეს მე მგონი. დიახ, თითქმის ყველა ასაკში ვხვდებით მსგავს პრობლემებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასევე კუჭნაწლავის ტრაქტატის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც ღეჭვითი პრობლემებიდან და ფუნქციის დარღვევიდან იყოს გამოწვეული, მეტყველება და სხვა მრავალი. ანუ სათანადოდ თუ ვერ იქნება გადამუშავებული ანუ პირის ღრუში ეს საჭმელი, ანუ დაღეჭროს გულისხმობ, შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაწლავის სხვადასხვა ტიპის დაავადებები, პროვოცირება მოახდინოს ყოველ შემთხვევაში. ბაჩო, აი ესეთი შეკითხვა, რომელიც ყველას გვაინტერესებს. აი ესე პირდაპირ ესე დავსვავ. როგორ შევინარჩუნოთ დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელი და ესეთი ჯანმრთელი ხო და ჯანმრთელი კბილები და რასთან არის ეს დაკავშირებული, ანუ გენეტიკასთან თუ აი მოვლასთან თუ აი რომ გაგვიზიაროთ თქვენი პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მულტიფაქტორული ესე ვთქვათ მიმართულებას ესე ვთქვათ მივანიჭებდი უპირატესობას და არა კონკრეტულად მაგალითად მხოლოდ გენეტიკას ან მხოლოდ მოვლას. თუმცა უმეტესი პროცენტი ალბათ უფრო მოვლა იგულისხმება ამ ყველაფერში, საშუალოდ 70-80% და ის დანარჩენი არის გენეტიკური წინასაგანწყობა, რომელიც დაუშვათ შეიძლება განაპირობებდეს იმ სხვადასხვა პათოლოგიებს, რომელიც შეიძლება პირის ღრუში განვითარდეს. და მოვლა პირველ რიგში გულისხმობს იმ რუტინას, ყოველდღიურ რუტინას, რომელიც გულისხმობს მაგალითად ჯაგრისით კბილების გამოწმენას, დღეში ორჯერ პირის ღრუს ავლების, კბილთაშორისი ძაფის გამოყენებას, რომელიც თავის მხრივ პრევენციას განაპირობებს, კარიესის, ხრწილების განვითარებას, როგორც არის გინგიტი. მე მაინტერესებს და ესე შემდეგ. ხო, ეს კბილთაშორისი ძაფის გამოყენება აზიანებს თუ არა თვითონ ღვიძლებს, იმიტომ რომ არსებობს ხოლმე მოსაზრება, რომ შეიძლება რაღაცა დააზიანოს თვითონ ღვიძლები, მოაშოროს ღვიძლი კბილს მაგალითად. ანუ რეგულარული სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ მხოლოდ პრევენციული ხონიცება კი არ არის, რომ დაუშვათ კარიესისგან დაუშვათ გაწმენდამ დაიცვას. არამედ ექიმი, როცა თავის პაციენტს ხედავს, რომ კონკრეტულად რაღაცა მიმართულებით მას უჭირს პირის ღრუს ჰიგიენა, თუნდაც აი კბილთაშორის ძაფის გამოყენება. იმიტომ რომ თვითნებურად არა მიზნობრივად, მიზანმიმართულად გამოყენებული ძაფი თავის მხრივ რა თქმა უნდა გამოიწვევს ღვიძლის დაზიანებას. და თუნდაც ღვიძლის ანთებასაც კი, იმიტომ რომ თუ კბილთაშორისი სივრცე მაგალითად, რომელიც ნორმაში არის 0.5 მმ
ჩვენ ძაფით მას გავაღიზიანებთ და ჩავაწვევით ძალიან შეიძლება გავზარდოთ ის დროთა განმავლობაში უფრო სიღრმისეულად შეფაბისად ნადების ქვის განვითარება ზუსტად ისეთ სიღრმეებში ხდება რომელსაც მას პაციენტი ვერ ხედავს და როცა დრო გადის შემდგომ მაგალითად რამოდენიმე თვე და სისხლდენა ეწყება გრძელებიდან უკვე თვალსაჩინოდ ასევე მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაში უნდა იყოს დაუშვათ ღრძილები და კბილები იმისთვის რომ მოვამზადოთ იგი ბრეკეტების სატარებლად რა თქმა უნდა იყოს აბსოლუტურად ყველანაირი კარიესული დაზიანებისგან, ღრძილების ანთებისგან და პაციენტს უნდა ქონდეს ის უნარჩვევები, ანუ რომელიც დაუშვათ პირისწყლის ჰიგიენის მაღალ დონეზე ნაყვანას გულისხმობს, რომ მასზე დაფიქსირებული კბილების დაფიქსირებული ორთოდონტიული კონსტრუქცია ეს შეიძლება იყოს მოსახსნელი, ახლა ნინი ექიმი უფრო კარგად განმარტავს კონსტრუქციებს, რომელიც სხვადასხვა ტიპი არსებობს ორთოდონტიაში, არ აქვს მნიშვნელობა, მოსახსნელი იქნება კონსტრუქცია თუ მოუხსნელი, ელაინერი იქნება ორთოდონტიული თუ ჩვეულებრივი სტანდარტული ბრეკეტი, ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტმა უნდა დაიცვას ძალიან კარგი ჰიგიენა იმისთვის, რომ ეს პროცესი ბოლომდე ჯანსაღად იქნას, ასე ვთქვათ, მიყვანილი. დიახ, და შეგვიძლია იგივე შეკითხვით ნინოსთან გადავიდეთ, რა დროს ხდება აუცილებელი ბრეკეტების ტარება და როდის ნიშნება ისინი ექიმის მიერ და ასევე საინტერესოა როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ამ პროცესისთვის, რომელიც მართლაც აი ხა ჩემ მეგობრებს რამდენიმეს აქვს ეს ბრეკეტი და ჩემს ოჯახის წევრსაც და ცოტა ესეთი რთული პროცესია, ცოტა მტკივნეული მოვლა აი ეს ამ ყველაფრის შესახებ რომ მოვუყვეთ. კი ბატონო. ზოგადად ბრეკეტის ტარება ხდება აუცილებელი მაგ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად კლინიკური სურათი აშკარად მიგვითითებს იმისკენ, რომ არასწორი თანკბილვაა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად დიასთემები და ტრემები, რაც სივრცეებს გულისხმობს კბილებს შორის. აგრეთვე შეიძლება იყოს ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა, ისეთი პრობლემები, რომელიც ფუნქციურ დარღვევებისკენ მიგვითითებს. აგრეთვე ესთეტიური და ვიზუალური დისკომფორტი, ყველაზე აქტუალური მაინც ალბათ ესთეტიური დისკომფორტია, დიახ. 80% მაგიტო ატარებს. კი ბატონო. აგრეთვე შეიძლება იყოს მომატებული მგრძნობელობა კონკრეტულ რაღაც კვებით ფორმულაზე. ასევე შეიძლება ქონდეს კბილების დაზიანებები, მიდრეკილი კარიესისკენ, რამ შეიძლება პაროდონტოლოგიური დაავადებების შემდეგ გამოიწვიოს და შესაბამისად უკვე სანამ ვიწყებთ ორთოდონტიულ მკურნალობას, აუცილებელ პროტოკოლს გავდივართ და ეს პროტოკოლი გულისხმობს იმას, რომ ჯერ პირველ რიგში ხდება რა თქმა უნდა პაციენტის კონსულტაცია და მკურნალობის გეგმის შედგენა, რომელიც ეს შეიძლება იყოს როგორც 3D ტომოგრაფია, ასევე ცეფალომეტრიული დიაგნოსტიკა, პირისწყლის სკანირება, რომ უფრო მეტად თვალსაჩინო გავხადოთ პაციენტისთვის, თუ რა პრობლემა აქვს, რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს, როგორია მკურნალობის გეგმა, რა ხანგრძლივობა იქნება, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხდება პაციენტის ინფორმირება თავიდანვე, თუ რა ტიპის გართულებებთან შეიძლება გქონდეს პრობლემა, საქმე. აი შეიძლება იყოს მაგალითად მომატებული მგრძნობელობა, დისკომფორტი, აგრეთვე შეიძლება იყოს უფრო მეტად გაღიზიანებადობა, კბილებზე უფრო მეტად ნადების დაგროვება და აგრეთვე უფრო მეტად მგრძნობიარე ღრძილები. ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა წინასწარ ვაწვდით პაციენტს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოუაროს კბილებს. ეს ყველაფერი არის როგორც ელექტრონული ვერსიით, ასევე სიტყვიერად, ვიდეო რგოლების ჩვენებით, რომ მათთვის უფრო მარტივი და თვალსაჩინო იყოს ეს ყველაფერი. რა სიხშირით უნდა დაუშვათ მივიდეს პირი, რომელსაც უკვე ბრეკეტები აქვს ექიმთან და აი თუ არის რაღაც სპეციალური დაუშვათ აქსესუარები, ეს იქნება კბილის ჯაგრისები თუ რაღაც სხვა მოვლის საშუალებები. ბრეკეტებისთვის როგორც ვიცი სპეციალური ჯაგრისები არსებობს. ნამდვილად მაგ მხრივ განებივრებულები ვართ ორთოდონტები, რომ უამრავი მრავალფეროვნება არსებობს იმისთვის, რომ პაციენტმა სრულყოფილად დაიცვას ჰიგიენა და პირისწყლ ბრეკეტების ტარების დროს. ეს შეიძლება იყოს ჯაგრისები, კბილთაშორისი ჯაგრისები, ასევე ფლოსები, აგრეთვე შეიძლება იყოს ირიგატორი, რომელიც იდეალური არა მხოლოდ ბრეკეტი პაციენტებისთვის, არამედ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ბრეკეტებს არ ატარებენ. და მსგავსი უამრავი და რა სიხშირით უნდა მოხდეს აი მათი დარეგულირება? და არსებობს ორი ტიპის ბრეკეტები, ალბათ ახლა ამას ვერ გავშლით ამ თემას, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, არის სტანდარტული და თვითლიგირებადი. სტანდარტული შემთხვევაში 3 კვირაში ერთხელ ხდება ძირითადად კორექციები, ხოლო თვითლიგირებადი შემთხვევაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თვენახევრიდან დაახლოებით 2 თვემდე პაციენტი თავისუფლად გაუშვათ. მაგრამ მაინც ინდივიდუალურია. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ინდივიდუალური. ბრეკეტებს ეს კონკრეტული ადამიანის რა თქმა უნდა. პირის ღრუ, და დაახლოებით რამდენი ხანი უნდა ატაროს დაუშვათ?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეგეც ინდივიდუალურია. დაახლოებით ტარების ხანგრძლივობა, ანუ მკურნალობის ხანგრძლივობა არის წელიწად-ნახევრიდან 2 წლამდე. ესეც რა თქმა უნდა ინდივიდუალურ ფაქტორებში და პაციენტმა აუცილებლად უნდა ესტუმროს გეგმიურ ვიზიტებზე ორთოდონტს, რომ არ გაცდინოს ის და არ მოხდეს გადავადება, ასე ვთქვათ, მკურნალობის. დიახ, რა თქმა უნდა, ხა ჩვენი თავარი თემა არის ბრეკეტები, მაგრამ რადგან სტომატოლოგები და ძალიან პროფესიონალი ადამიანები ყავს ჩვენ სტუმრად, მინდა ესეთი შეკითხვა დავსვა. კბილის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია. რას ურჩევთ ჩვენს მაყურებელს? მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ დამაზიანებელი პროცედურა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ეს მითია, თუ რეალობა. მე მგონი ვიცი, რომ თემიდან გადავუხვიე, მოდის გიხდით, მაგრამ ესეც საინტერესოა. სტომატოლოგების თვითონ, ანუ ჩვენი გათეთრებასთან დამოკიდებულება სტომატოლოგები ყოფილან ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ფიქრობს და სხვადასხვა ისეთი არგუმენტებიც მოყავთ, რომ დამაჯერებელი შეიძლება იყოს. მეორე ჯგუფი სტომატოლოგების ამბობენ, რომ იცით რა, გათეთრება არ არის დამაზიანებელი. მე მივეკუთვნები იმ ჯგუფს, რომელიც თვლის, რომ არ არის დამაზიანებელი. უბრალოდ სწორად ჩატარებული, სწორად შერჩეული მათეთრებელი გელი, რომელიც და თუნდაც ის კბილის პასტა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ დაუშვათ გათეთრებისთვის, თუ სწორად შეიქმნება ექიმის მიერ შერჩეული, ის არ დააზიანებს ემალს. გენეტიკა ვახსენებთ ჩვენ რამოდენიმე წუთის წინ და გენეტიკამ შეიძლება განაპირობოს მაგალითად ღრზილის სტრუქტურა, ემალის სისქემი. მაგალითად, ყოველდღიურობამ შეიძლება ახსენოს განაპირობოს მაგალითად წყლის აქტიური მიღება, იმიტომ რომ წყალი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს და ბაქტერიებს არ აძლევს საშუალებას დავუშვათ, რომ განვითარდეს, პირისხლში გამრავლდეს და ემალი დაასუსტოს. და თუ გენეტიკურად პაციენტს ხედავთ, რომ სუსტი ემალი აქვს დავუშვათ, ხო? ისეთ პაციენტებში მაგალითად განსხვავებით სტანდარტული ემალის სისქისგან, ჩვენ არ ურჩევთ პაციენტს, რომ დავუშვათ გამოიყენოს სტანდარტულად გასათეთრებელი დავუშვათ საშუალებები, რომელიც სტანდარტულად გამოიყენება. უფრო ურჩევთ, რომ დაბალი პროცენტული შემადგენლობის მქონე მათეთრებელი, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენი ყოველდღიურობა გასაგებია, რომ ჯანმრთელობას ასე რომ ვთქვათ უსვავთ ხას, მაგრამ ბრეკეტს რატო ვიყენებთ? იმიტომ რომ ქონეს ლამაზი კბილები. გათეთრებას რატო ვიყენებთ? რომ ჩვენი სოციუმში ადაპტირება ჩვენი ღიმილი ერთგვარი თვალის მომჭრელ სავიზიტო ბარათად არის. ამიტომ რაღაცა ბჭყალებში ასე ვთქვათ რაღაცა უნდა დავთმოთ რაღაცა თუმცა დამაზიანებელი მაინც ესე რომ ვთქვათ არ არის. ძალიან დიდი მადლობა ამ იმისათვის რომ ლამაზი ღიმილი გქონდეს, უნდა გქონდეს ჯანმრთელი კბილები. რა თქმა უნდა. და სწორად განთავსებული თანკბილვა. ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. საკმაოდ ამომწურავად მე მგონი მივაწოდეთ ინფორმაცია ბრეკეტებზე და ზოგადად კბილებზე. ჩვენი სტუმრები იყვნენ ნინო ბიწაძე, ექიმი ორთოდონტი და ბაჩო ჯიმშელეიშვილი, კურნალი ექიმი, პერიოქირურგი. დიდი მადლობა და კიდევ გელით ჩვენთან სხვადასხვა თემებზე სასაუბრო. სიამოვნებით.